3-2-1 თქვენ მისტიკოლის სახზე ხართ. დღეს გვექნება როლიკების გამოწვევა. ჩვენ შევასრულებთ წარმოუდგენელ ექსტრემალურ ტრიუკებს. როგორც ყოველთვის გვექნება 5 რაუნდი, შევასრულებთ დავალებებს და მწვრთნელი შეგვიფასებს. თითოეულ ეტაპზე გვეყოლება მხოლოდ ერთი გამარჯვებული და ერთი დამარცხებული. ვიმედოვნებ, რომ გადავრჩები. მე სპეციალური ხუდი მას ვია, რომელიც ნიკოლს გავს. ვიდეოს ბოლოს კი გავიგებ, ვინ მოიგებს ჩელენჯში. ვიტყვეს, რომ სასჯელები იქნება მაქსიმალურად მკაცრი. ამიტომ დროად ჩელენჯი დავიწყოთ. დღეს ჩვენთან ერთად ყავს საოცარი მწვრთნელი არტური. გამარჯობა. ასე რომ მე მაქვს თქვენთვის პირველი დავალება მზად ხართ? ყველა დავალების შემდეგ გვეყოლება დამარცხებული და გამარჯვებული. ავირჩიოთ დამარცხებულის სასჯელი. მე დავატრიალებ. დაატრიალეთ ბორბალი. მაშა არის რა მოვიდა? ხიარული ჯუჯა. საშიშად არ ჟღერს. მაშინ ეს ნამდვილად არ იქნება საშიში. ხიარული ჯუჯა. დამიჯერეთ ის ჩვენთვის საშიში იქნება. მე აქ ერთადერთი ბიჭი ვარ, ამიტომ ფიფქია მე ვარ და თქვენ ჯუჯები. რა? მოდით დავალებას უყუროთ. და პირველი დავალება ასე გამოიყურება. ასე რომ მე მხოლოდ საკუთარი თავის ბჯერა და რა თქმა უნდა წარმატებას მივაღწევ. ნიკოლი ნაკრებად სავარაუდოა რომ წარმატებას მიაღწევს. რათიდან ერთ ქულას აიჟებს. მაგრამ თავარია რომ წარმატებას მე მივაღწიო, არა? მოდით გადავწყვიტოთ ვინ შეასრულებს პირველ დავალებას. ვითამაშოთ. ჯეირანი. გოგოებო, ჩვენ პირველები არ ვართ. ჯეირანი. Yes! ჯეირანი. მე ბოლო ვარ. ჟენია. უბრალოდ შეხედე ქათმებს, რომლებსაც მე ვეჯიბრები. ვფიქრობ, მათთან არ წავაგებ. მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ჩვეულებრივ ვაგებ ხოლმე, ამიტომ ვიბრძოლოთ ბოლომდე. შვენიერი იყო. ზადა. დღეს მარტო არ მოხსულა რომ მე ავირჩიე დამხმარე ჯგუფი ჩემთვის. და ისინი იქვეზეა. შვენიერი იყო. კრისტინა. ზადა წარმოუდგენლად გასაოცარი იყო. მას შემდეგაც მან იასპარეზა ყველა შეუძლია რომ სახლში წავიდეს, მაგრამ არა უშავს, მე ამას ვეცდები. ტრეისი. მადლობთ ხარდაჭერისთვის. მე ნამდვილად ვაფასებ ამას. ბოლოს 13 წლის ვიყავი, როცა როლიკები ვცადებ. ეს დიდი ხნის წინ იყო, რადგან უკვე 80 წლის ვარ. ასე რომ თავს კარგად გრძნობ. ჯერა საკუთარი თავის, ეს ჩემი სლოგანია. ამიტომ ახალ რეგალ ვაკეთებ საუკეთესოს. მხოლოდ საუკეთესო შემოbrunებას. მოდით წავიდეთ. ნიკოლ! ბოგდანი ისე ყვირის, თითქოს ის იყოს დედაჩემი და არა ის გოგო, რომელიც მის გვერდით ზის. ისე ეს დავალება ყველამ კარგად გააკეთა. იმედია მეც კარგად გავაკეთებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ ჩელენჯში ვასპარეზობ. ნახოთ ქულები. მზად ხართ მოისმინოთ თქვენი ქულები? კი. ზლატამ პირველი ადგილი დაიკავა. მას 10 ქულა აქვს. კრისტინამ მეორე ადგილი დაიკავა. მას 9 ქულა აქვს. 9 ქულა ტრეისიმას დააგროვა. ნიკოლამ მესამე ადგილი დაიკავა. მას 8 ქულა აქვს. და მეოთხე ადგილს იკავებს ევგენი. უხუროთ სასჯელს. ასე რომ სასჯელი ჟენიას. ეს არის ყველაზე მარტივი სასჯელი დღევანდელი დღისთვის. ასე რომ შენ გაგიმართლა. მას ქვია მხიარული ჯუჯა. თითები ცხვირთან მიიგაქვს სუსტად ასე და თითოეული მონაწილე მოდის და ბენგს გიკეთებს. არც ისე მტკივნეულია, მეგონა მეტკინებოდა. გამიმართლა რომ გოგოებთან ერთად ვარ, რადგან მათ არ შეუძლიათ ძლიერად გაკეთება. ბოგდანი რომ ყოფილიყო, ასე გამიკეთებდა. ასე რომ მეორე დავალება, დათხარ? მაგრამ მანამდე ჩვენ ვირჩევთ სასჯელს, ვინ დაატრიალებს? მე. კარგი ჟენია, რადგან ბოლო სასჯელი გააკეთე, დაატრიალე. მიდი, დაატრიალე. თავი ჩაისველე.
ალარა. ასე რომ დავაპირდეთ დავალებას. ვაშა. ასე რომ მეორე დავალება მზად ხარ საყურებლად? ამილეთს ეწოდება მუხლებზე სრიალი. ამილეთს მუხლებზე სრიალი კი არა, მუხლების მკვლელი ქვია. ჟენია. შეხედე, გადაიღე. მე რონალდოს ფანი ვარ. სუ! ძალიან მომწონს მისი თამაში, ასე რომ წავიდეთ. მეგობრებო, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ დავალების დროს სრიალისას უნდა აადგეთ ფეხზე და წინ წახვიდეთ. აუცილებლად უნდა აადგეთ და წინ უნდა გააგრძელოთ სიარული. უჰუ! იცით როგორი იქნებოდა ვიდეო ჩვენი ოპერატორი როლიკებით რომ იყოს? აი ასეთი იქნებოდა. ზლა. ასე რომ გუშინ ერთი სიხრჩაქცევა მივიღე. ახლა კიდე ორი მექნება. მადლობთ რომ როლიკების ჩელენჯის მეორე ნაწილი გადაგვაღებინეთ. მოდით წავიდეთ. ვაი მე ჩემი ტრაკი. ქრისტინა. ძალიან მეშინია მე უკვე ვცადე, მაგრამ მართალი გითხრათ, ეს უბრალოდ სრული წარუმატებლობა იყო. მივდივარ, მადლობა. უჰუ! ტრეისი. არ ვიცი, ძალიან მეშინია წინ წასვლის, რადგან წინაცდაზე დავეცი, მაგრამ უნდა ვცადო. ნახოთ რა მოხდება. უჰუ! ნიკო. როგორც წინა ტურში ახალ ყველამ კარგად იასპარეზა, ამიტომ ბოლომდე გაურკვეველია ვიც ააგებს. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. უჰუ! ნახოთ ქულები. უჰუ! ასე რომ მზად ხართ მოისმინოთ მეორე ტურის ქულები? კი! მეგობრებო, ამ რაუნდში ალბათ მივხვდით, რომ როლერბრეიდინგი მოითხოვს, რომ ყოველთვის გქონდეთ დაცვა. პირველი ადგილი დაიკავა ნიკოლმა. უჰუ! მას 10 ქულა აქვს. ჟენია მეორე ადგილი დაიკავა. უჰუ! რონალდო მაგარია. შენ გაქვს 9 ქულა. უჰუ! ქრისტინა მესამე ადგილი დაიკავა. უჰუ! შენ გაქვს 8 ქულა. ოჩაკ! ტრეისი მეოთხე ადგილი დაიკავა. მაგარია, არ მჯერა. ტრეისისთან ერთად მეოთხე ადგილს ზლატა ინაწილებს. ზლატა და ტრეისი. უჰუ! ახეთ, თქვენ გაქვთ ორივეს 7 ქულა, ასე რომ თქვენ ჯეირანით უნდა გადაწყვიტოთ, ვინ შეასრულებს სასჯელს. ჯეირანი! მოდით წავიდეთ, და ბრძოლა დაიწყოს. ჯეირანი. მას შენი სასჯელი ტრეისი. გვაქვს ლიმონათით სავშე ჭურჭელი, დაისვერე თავი და იყვირე. ჩავიფსი! იეს, ამას მთელი ცხოვრება ველოდები. ეს ძალიან კაცრი სასჯელია. ტრეისი, ჩვენ ყველაფერს მოგიმზადებთ. ძალიან მარტივი იქნება, ყველაფერი მშვენივრად გამოვა. მაგარია. ტრეისი. ჩავიფსი. ხასახოცები ახალვე. სველია, ყველაფერი დამისველდა. ისი კარგი სუნი აქვს მაინც. მაშ ზათხართ მესამე დავალებისთვის? კი. სანამ მესამე დავალებას გაჩვენებთ, თქვენ უნდა აერჩიოთ სასჯელი. ლიმონათის შემდეგ აქ ვარ, ამიტომ უნდა გავაკონტროლო ეს პროცესი. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ. დავატრიალოთ. რა მოვიდა? მელირება. ჟენია აუცილებლად უნდა წააგოს. ო, ჟენიას თვა შევღებოთ. წინააღმდეგი არავინ იქნება. დიახ, ნახოთ შემდეგი დავალება. ასე რომ შემდეგი დავალება ასე გამოიყურება. ეს იქნება კომბინირებული 3 დავალების ნაკრები. გორაკზე ასვლა, თხილამურებით ხტომა და ჩამოხტომა. რა? ძალიან მარტივად გამოიყურება. გონი უფრო საშიშად. ჟენია. სასჯელს ეწოდება თმის შეღებვა. თუ სახლში შეღებილი მივალ, მამა მომკლავს, ის კარაქივით დამადნობს. ამიტომ უნდა ვცადოთ, რომ არ წავაგო. მოდით წავიდეთ. რაღაც ხუმრობას გავს, სალით გააკეთა? არა, ის ნამდვილად განძრახ დაეცა. ეს იყო სულყოფილი და ბოლოს როგორც ჩანს ეს განძრახ გააკეთა. და მას აშკარად თმის მელირება უნდა. ჯანდაბა მეგობრებო, მართლა შემთხვევით დავეცი, ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბოლოს თავი ვეღარ შევიკავი და წავიკეცი. ზლატა. ზლატა. მე არ მესმის ჩემი მხარდაჭერების ხმა. ზლატა!
როგორც ჯენიას გამოსვლისას დაინახეთ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაეცე. ასე რომ ყველაზე მთავარია ფეხსედმელმა. მოდით წავიდეთ. ეს ძალიან მაგარი იყო, უბრალოდ სრულყოფილი. ქრისტინა. ყოველ ჯერზე ძალიან მეპარება საკუთარ თავში ეჭვი, ამიტომ დროა შევჭრიტო ეჭვის შეტანა და გავაკეთო ეს კარგად, არა? მოდით წავიდეთ. Tracy. ჯვირფასო და მომწერებო, არ ვიცი რა იქნება ახლა. არ მინდა ისევ ლიმონათით დავსველდე. ხოჭოები ვჭამო ან რაც მოიფიქრეს. მე არ მინდა ამის გაკეთება. ამიტომ მე უნდა შევასრულო ეს დავალება 100%-ით. ძალიან უნდა ვეცადო. ძალიან მეშინია, რადგან როლიკებზე ძალიან ცუდად გავარ ხოლმე. ძალიან ცუდი ვარ. გთხოვთ, ხარი დამიჭირეთ კომენტარებში. დაწერეთ, ტრეისი საუკეთესოა. ყველაზე ლამაზია და ის გაიმარჯვებს. მოდით წავიდეთ. Νίκο. ფიქრობ, დაცემის გამო კულების დაკლება შეიძლება. ამიტომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავეცე. აუ, ეს საშიშია, მაგრამ მე შემიძლია ამის გაკეთება. მოდით წავიდეთ. ნახოთ კულები. ასე რომ მეგობრებო, მზად ხართ მოისმინოთ კულები? კი. პირველ ადგილს ორი ადამიანი ინაწილებს, ზლატა და ნიკოლი. მე მას უჭერდი მხარს. ორივეს 10 კულა გაქვთ. მართალი გითხრათ, დიდი ხანი ვფიქრობდი ვინ ყოფილიყო პირველ ადგილზე, მაგრამ მივხვდი რომ ორივემ ძალიან კარგად გააკეთა. ორივემ ძალიან კარგად იასპარეზა. მეორე ადგილს ასევე ინაწილებს ორი ადამიანი. ქრისტინა და ტრეისი. დიახ, გოგოებს ძალიან შეეშინდათ, ეს აშკარა იყო, მაგრამ მათ ეს გააკეთეს და არ დაეცნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენ გაქვთ 9 კულა. ჩვენი დამარცხებული რონალდო, ჟენია, მას 8 კულა აქვს. ეს რონალდოს ხმა კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. ეს საუკუნის იმედგაცრუებაა. მამა სახლში მომკლავს. ასე რომ ჩვენ სასჯელს თმის შეღება გვქვია. გვაქვს ლურჯის აღებავი და ჟენიას თმას ლურჯად შევღებავთ. ჯანდაბა ძალიან კაცრია. აბა ვის უნდა ჟენიას თმის შეღებვა? მე მე ვიყავი პირველი. რადგან ნიკოლი პირველი იყო და სხვა არავინ იყო მოხალისე, ნიკოლი ამას გააკეთებს. არ მინდა ნიკოლმა რომ გააკეთოს, ის დამამახინჯებს. არ გამახინჯებ, არა, დავიწყოთ. შურს შენი. ახლა ძალიან მოდურად გამოიყურება. ასე რომ შევამიერთდი. მადლობა. ვა, ჟენიას ოდნავ შევღებეთ. გონი სილამაზის სალონზე უკეთესი ვარ. საღებავს ძალიან ცუდი სუნი აქვს. კამერა ჯერ არ გადმოსცემს სუნს, მაგრამ ამ სუნის სიტყვებით განმოსება შეუძლებელია. მორჩა. ასე რომ სანამ მე გაჩვენებთ რა უნდა გააკეთოთ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ სასჯელი. ფახშიანი კედელი. არა, გთხოვ, არა. ამის წარმოდგენაც არ მინდა. შეიძლება სხვა დავალებაზე იყოს? ეს ყველაზე სუნიანი, ყველაზე ამაზრდენი რამაა. არ ვიცი რა არის ეს, მაგრამ დიდი ალბათობით საშინელება იქნება. მოდი ვუყუროთ ილეთს. Yes! ახლა მე გაჩვენებ თქვენს დავალებას სკეიტ პარკში. იმის გათვალისწინებით რომ პირველად ხართ აქ, მე დაგეხმარებით. რადგან ჩვენ პირველ რიგში უსაფრთხოებას ვაყენებთ. ამიტომ შეეცადეთ არ ინერვიულოთ და მხიზლად იყავით დავალების დროს. ჟენია. აქ თავარია არ შეგეშინდეს და არც მეშინია. მე ბიჭი ვარ და ასე მარტივად შემიძლია ყველაფერი გავაკეთო. შეხედეთ და ისწავლეთ. ხიკ იმაში მდგომარეობს, რომ ბოლოს მეორე პლატფორმაზე უნდა ახვიდე. ძალიან რთულია. ზლატა. ფიქრობ, გადავლახე სიმაღლეში. არა, კარგი პირველად ვარ პლატფორმაზე. ჩემთვის ეს რაღაც ძალიან ახალია. სულ ხისაა და ძალიან მეშინია, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მაგარი იყო, ორივემ შენიურად იასპარეზა. არ ვიცი ქრისტინა ამას როგორ მერაკეთებს, მაგრამ როგორც წესი ყოველთვის გეშინია. მაგრამ კარგად აკეთებ. მე ჩვეულებრივ ჯერა საკუთარი თავის. ქრისტინა. გადაღებამდე კიდევ ერთხელ ვცადე და იცი რა, ჩემი ტრაკი სავსეა ნამსხვრევებით. გონი ჯობია არ გაჩვენოთ და ჩემს სიტყვას ენდოთ. ამიტომ ვეცდები რომ არ გავიმეორო ეს გამოცდილება. მოდით წავიდეთ. Yay!
მართლა კარგად გავაკეთე, ისე ნერვიულობდი, რომ გული კინაყამა მომივარდა. ტრეისი. მართალე გითხრათ, ახლა ისეთ ცუდ მდგომარეობაში ვარ, რომ ზოგადად სად ვარ სასჯელიც კი შევასრულო, ოღონდ ამ უზარმაზარი პასტერმიდან არ ჩავიდე. რადგან ძალიან მეშინია, სიმაღლის შიში მაქვს და როცა ქვემოთ ვიხედები, თაობრო მეხვევა და შეიძლება უბრალოდ გადავვარდე. მაშ მზად ხართ ნახოთ ყველაზე ცუდი ჩამოსვლა? ახლა ვენახავთ. წავედით. აბა წარმატებები. მართალი გითხრათ, დამსახურება ჩემი არაა, არტურისია, რადგან რომ მარტო ყოფილიყავი. იქ თავს მოვიკლავდი, ჩემს თავში ახლა ასეთი ხმები ისმის. ნიკო. ძალიან საშიჟავ დამოიყურება. არ ვიცი როგორ ხედავ ამას კამერაში, მაგრამ სინამდვილეში ისეთი შეგრძნება, თითქოს 900 თვლიანი შენობიდან ჩადიხარ. იმედია გადავრჩები. ნახოთ ქულები. ასე რომ მზად ხართ მოისმინოთ თქვენი ქულები? პირველ ადგილს ისევ ორი ადამიანი ინაწილებს. ზლატა და ჟენია. ოჩაკ. ორივე 10 ქულა გაქვთ. ქრისტინა მეორე ადგილი დაიკავა. ქრისტინას 9 ქულა აქვს. მესამე ადგილს ტრეისი და ნიკოლი ინაწილებენ. ორივე 8 ქულა აქვს. აგიხსნით რატომაც ძალიან დაგეხმარეთ დაშვებაში და სწორედ ასე დაგეხმარეთ პრაქტიკულად ასვლაში. მაშ ვუყუროთ სასჯელს, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ ვინ გააკეთებს. მაშ გოგოებო, ჯეირანის დროა. ჯეირანი. შეხედე, ეს ჩვეულებრივ არ ხდება, ჩვეულებრივ ვაგებ ხოლმე, ყოველთვის ვაგებ და პირველად გავიმარჯვე. სასჯელი ნიკოლისთვის. ნიკოლს როლიკებით ავაჩქარებთ და მას მეორე ადამიანი ფარშიან თეფშ სახეში გაარტყავს. ნიკოლ, მზად ხარ? ქილაში არ იქნება, რა თქმა უნდა. ნიკოლ, მოემზადე? მე გავაკეთებ მის სასჯელს. შეიძლება მეც ასეთი ძმა მყავდეს? და ამის შემდეგ ის სახლში მცემს. ეს არის ფარში, რომელიც ჯენიას სახეში შეაფრინდება. აი ასე გამოიყურება. ისეთ ცუდი სუნიასტის, ძალიან ნაბაზენად გამოიყურება, მაგრამ ის ჯენტლმენია და ამას თავად დათანხმდა. თევზის სუნიასტის. გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. ეს ბოლო დავალებაა. მზად ხართ? კი. ჟენია, არც ისე სასიამოვნოა შენს გვერდით დგომა. მაგრამ სანამ ბოლო ილეთს გაჩვენებთ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ შემდეგი სასჯელი. დაატრიალეთ ბორბალი. რა იქნება, უბრალოდ მაინტერესებს. საჩუქრის ტრადიცია. მასში სიტყვა საჩუქარი მადის აღმზრდელად ჭრევს, მაგრამ არ ვიცი, შესაძლოა ეს საჩუქარი ხოჭოებით და ტარაკნებით. იმედია კინდერ სიურპრიზი იქნება. მეგობრებო, მივხვდი, მაგრამ არ გეტყვით, იმედია მაგარი იქნება. მოდით წავიდეთ. წავედით. ასე რომ ბოლო დავალება იქნება power slide. Power slide ასე გამოიყურება. ჟენია. ამასავით გამოვედი ტუალეტიდან და სწორედ ასე წავალ დავალების შესასრულებლად. ფიქრობ, ჟენია უბრალოდ გასართობად ეცემა. და მე ვფიქრობ, რომ ჟენიას როგორც ნამდვილ მამაკაც სულს გოგუებზე შთაბეჭდილება მოახდინოს. უბრალოდ ძალიან პოზიტიური ადამიანი ხარ. ზლატა. მეგობრებო, თქვენ ნახავთ, რომ მე ამას საუკეთესოდ გავაკეთებ. დიახ, ძალიან თავდაჯერებული ვარ, თუმცა ეს სიმართლეა. ნახავთ რა მოხდება. მოდით წავიდეთ. წავიდა. პირველად ჩემს ცხოვრებაში შეუძლებელია როგორ გააკეთე ეს? ქრისტინა. მე სპანგობის ბძალსი ვარ, ხიარული და ბედნიერი. და მესმის რომ წავაგებ, მაგრამ არ ვდებრიულობ. უბრალოდ ისეთ სულად მივარხი ჩვენს ოპერატორს და ის ძალიან გაბრაზებულია ჩემზე. ქრისტინა კი უკვე დამარცხებულია. როგორ ხარ? მართალი გითხრათ, ძალიან მაგრად დავეცი, მაგრამ მე ცოცხალი ვარ და კარგად ვარ. ყველაფერი კარგადაა. რაც მთავარია, მეგობრებო, გაუგთილდით თავს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ტრეისი. მეგობრებო, ძალიან მეშინია რომ გავიმეორო ქრისტინას გამოცდილება. რა თქმა უნდა, სურს ლატასავით ვიასპარესო, რადგან ის მან წარმოუდგენლად გააკეთა. მაგრამ მთავარია საკუთარი თავის ჯეროდეს. ეს ჩემი სოდანია. მივდივარ. ნიკო. სინამდვილეში ეს ამოცანა ყველაზე რთული აღმოჩნდა, რადგან უკუმასრიალი ძალიან რთულია. მეგობრებო, თუ შეგიძლიათ როლიკებზე ან ყინულზე უკუსურით სრიალი, დაწერეთ კომენტარებში. ძალიან მაინტერესებს, ვის შეუძლია ამის გაკეთება.
ასე რომ მეგობრებო, მზად ხართ მოისმინოთ ქულები? კი. ზლატამ პირველი ადგილი დაიკავა. Yay! 10 ქულა. ნიკოლმა მეორე ადგილი დაიკავა. შენ გაქვს 9 ქულა. ჟენიამ მესამე ადგილი დაიკავა. რონალდო! შენ გაქვს 8 ქულა. ტრეისიმ მეოთხე ადგილი დაიკავა. ძალიან კარგია. შენ გაქვს 7 ქულა. ქრისტინამ ბოლო ადგილი დაიკავა. შენ გაქვს 6 ქულა. არი ნერვიულო. გამოდის რომ შენასრულებ სასჯელს. მზად ხართ მოისმინოთ საბოლოო ქულები? კი. კარგი, ახლა გავიგებთ ვინ მოიგო ჩვენი მთელი გამოწვევა. ასე რომ ტრეისიმ თავისი ქულების ჯამით მეხუთე ადგილი დაიკავა. გმადლობ, ჯენიამ სულ იცოდა. ტრეისი, შენ გაქვს 40 ქულა. მაგარია, 40 ქულა? ქრისტინა მეოთხე ადგილი დაიკავა. შენ გაქვს 41 ქულა. მესამე ადგილზე გავიდა ევგენი. შენ გაქვს 42 ქულა. ნიკოლმა მეორე ადგილი დაიკავა. ნიკოლ 45 ქულა გაქვს. ზლატამ კი პირველი ადგილი დაიკავა. ზლატას ნიკოლისთვის დიდად არ გაუსწრია, მას 47 ქულა აქვს. 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლეს სახზე ხართ. გვაქვს რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ და ლაიქება ჩვენ გავიქეცით. ნახვამდის.